შესავლითაც მიხვდებოდით, რომ BMG-ის საქმიანი დილას ეთერში მარიამ ქოიავას და კომპანია სავის საავტორო რუბრიკის დრო დადგა ბიზნესის 360 გრადუსით. ამ სეზონსაც გახსნილად ვაცხადებთ და ვიწყებთ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ მაინც ვაგრძელებთ თემას, რომელიც წინა ორ ეთერში განვიხილეთ. საუბარია ფონდებზე, საინვესტიციო მიმართულებებზე. წინა გადაცემებში ჩვენ მაინც შევეხეთ საწილე კაპიტალისა და ვენჩურული კაპიტალის ფონდებს. მათი მიმოხილვის შემდეგ კი დღეს ყურადღებას გამომახვილებთ ამავე ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიაზე, რომელიც კარგად არის ნაცნობი საქმიანი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შეიძლება საინტერესო პარტნიორიც აღმოჩნდეს, როგორც ინდივიდუალურ, ისევე ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ეს ბიზნესებისთვის ზოგადად, რომლებიც დაფინანსების მოპოვებას ცდილობენ დღეს საქართველოში აი დანაზოგების ძალიან დიდი ნაწილი მაინც კომერციულ ბანკებში, საბანკო დეპოზიტებზეა კონცენტრირებული. ცირეთ სტატისტიკასაც მოგახსენებთ განახლებულს, რომ 2025 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებში, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების, ოღონდ აქ ცხადია ჩვენ გამოვრიცხავთ ფინანსურ ინსტიტუტებს, დეპოზიტების მოცულობამ მიაღწია 62 მილიარდ ლარს. რაც შეეხება სავალოფასიან ქაღალდებს, სავალოფასიანი ქაღალდების ბაზარი 4-ჯერ მცირეა ამ დროისთვის დეპოზიტებთან შედარებით და ხედავთ გრაფიკაზე, რომელიც სავის ანალიტიკაზე არის დაფუძნებული, აგერ 2025 წლის აგვისტოში სავალოფასიან ქაღალდებში მხოლოდ 14 მილიარდ 800 მილიონი ლარი იყო განთავსებული და აქედან 74% სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებია. შედარებით დაბალი რისკის, მაგრამ ასევე უნებრივად დაბალი სარგებლის მქონე. რაც შეეხება კერძო სავალე ქაღალდების უდიდეს ნაწილს, აქ დაახლოებით 80%-ია საუბარი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უშვებენ და ეს სურათი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსურ ბაზარს ნამდვილად სჭირდება უფრო მაღალი მომგებიანობისა და მოქნილი ფინანსური პროდუქტები. სწორედ აი ამ საჭიროებამ განაპირობა იმ კომპანიის ჩამოყალიბება, რომელსაც დღევანდელ გადაცემას უთმობთ, კომპანიას, რომელმაც სხვა შორის მიზნად დაისახა ბაზარზე სრულიად ინოვაციური, თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტილებების შემოტანა და მე მოხარული ვარ, რომ არაერთხელ ყოფილვარ კომპანია Foresight Investment Group-ის წარმომადგენელი. ყველაფერი დანარჩენისთვის მოდი მოусმინოთ ჯერ პირველ რიგში კომპანია სავის და მის პარტნიორ პარტნიორს, ამ რუბრიკის თანაწამყვან მარიამ ქოიავას, რომელიც სულ ოდნავ მოგვიანებით თავად წარმოგვიდგენს სტუმარს, რომელსაც ასევე ძალიან კარგად იცნობს საქმიანი საზოგადოება. დილამშვიდობის. დილამშვიდობის გიორგი. მადლობა მოგზაურობისთვის. როგორ დაისვენე? გადასარევად. თავად? მუშაობით. მუშაობით დავისვენე. რატო ვაგრძელებთ ამ თემას? რა იყო შენი მიზანი, რომ ერთის მხრივ ჩვენ გარკვეულწილად ამოვწურეთ სხვადასხვა მიმართულებები, მაგრამ როგორ გითხრა, ძირითად ხას მაინც არ ჩამოვჩით და მივყვებით. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს საქმიან მაყურებელს. რაც შეეხება ფონდების საკითხს, ეს ძალიან დიდი და ღრმა თემატიკა არის და განვითარების ჯერჯერობით საწყის ეტაპზე მაინც საქართველოში, როგორც ეს დავინახეთ, თუნდაც კერძო კაპიტალის ფონდების სიღრმისეული მიმოხილვიდან და ვენჩურული კაპიტალის ფონდების მიმოხილვიდან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩავსულიყავით ამ მიმართულებით და გვენახა რა არის დღეს საქართველოში, რა შეიძლება იყოს კიდევ უფრო განვითარებული დღეს საქართველოში, აი სწორედ იმ დიაპაზონში, რასაც ქვია დეპოზიტი versus დავაპირისპიროთ აქტიური კერძო კაპიტალის ფონდი. და რასაკვირველია ჩვენს ყურადღებას არ გამოეპარა ისეთი კომპანია, როგორიც არის Foresight, იმიტომ რომ ის ზუსტად აი ამ ზღვარში ძალიან საინტერესო პროდუქტებს თავაზობს, როგორც ინდივიდუალურად ინვესტორებს, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს და ასევე ამ კომპანიის პროდუქტები შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო დაფინანსების მოპოვებით დაინტერესებული ბიზნესებისთვის. ანუ აი ორივე ესე ვთქვათ, მხარეს ავითარებს ეს კომპანია და ძალიან საინტერესო იქნებოდა ვიფიქრეთ, გავსაუბრებოდით ამ კომპანიის წარმომადგენელს, ამიტომ მივესალმები რატი ნორჩილაძეს, Foresight Group-ის დირექტორის მოადგილესა და თავარ საინვესტიციო ოფიცერს. კი ბატონო, გამარჯობა რატი. გამარჯობა. მისი მასპინძლობის გამარჯობა. კი ბატონო, ასევე მეს მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვიწყებთ დილას. კი ბატონო. მადლობა კიდევ ერთხელ რატი. მოდით დავიწყოთ ძალიან მოკლე მიმოხილვით თუ რას წარმოადგენს Foresight და საერთოდ სად გაჩნდა და რატომ გაჩნდა ეს იდეა, რომ შესულიყავით აი ამ საკმაოდ საინტერესო, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოწვევებით სავსე სფეროში. კი ბატონო, რას წარმოადგენს Foresight? მარტივად დავიწყოთ, მოდი, ანუ Foresight არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მარტივად ეხმარება ადამიანებს, რომ მიიღონ მეტი შემოსავალი
და გრძელვადიანი პირადი კეთილდღეობა უზრუნველყო. აი პირდაპირ შედეგებით რო ვისაუბროთ. ბოლო 3 წელიწადში ჩვენმა კლიენტებმა ჩვენი მეშვეობით ჯამში $1 მილიონ მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე ჩვენ garaშე მიიღებდნენ. და ეს ანუ უკვე ფაქტია. და შეიძლება თამამად ითქვას, რომ Foresight დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური ინსტიტუტი. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საქმიანობა ეხმარება ძალიან რეალურ საჭიროებას ბაზარზე. რაც დღეს ძალიან აქტუალურია ჩვენთვის და აი მოდი უფრო უკეთესად რო ავხსნა რას აკეთებს Foresight. მოდი მინდა წაგიყვანოთ 2020 წელში. ახლა 2020 წელი ზოგადად კარგი გასახსენებელი არ არის, იმიტომ რომ ეს არის ხანა როცა პანდემია მძვინვარებდა, თუმცა პანდემიის გასახსენებლად არ მივყავხართ, ამიტომ გთხოვთ რომ წამოვყვეთ მაინც. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ. კი ბატონო. რამაც გახადა შესაძლებელი, რომ ტრიგერი და მომენტი. კი ბატონო, ეს იყო გარდამტეხი მომენტი იყო რეალურად, შეიძლება ეს პირდაპირ ითქვას, იმიტომ რომ რეალურად გახდა შესაძლებელი, რომ ბანკების გარდა ალტერნატიული ფინანსური ინსტიტუტები გაჩენილიყვნენ, რომლებიც ერთი მხრივ დამზოგველებს შეუქმნიდნენ ახალ შესაძლებლობებს დანაზოგის განთავსების და მეორე მხრივ ბიზნესებისთვის შექმნიდნენ დაფინანსების ახალ წყაროებს. და ზუსტად ეს პერიოდია, როცა 4 ადამიანი, 4 კარგი მეგობარი, გამოცდილი პროფესიონალები საბანკო, საინვესტიციო და ბიზნეს სექტორებში, მათ ჩამოაყალიბეს ზუსტად ამ პერიოდში Foresight-ის შექმნის იდეა. ისინი იკრიბებოდნენ პანდემიის დროს, როგორც მეგობრები და ქართულ ღვინოსთან ერთად საუბრობდნენ მიმდინარე მოვლენებზე, იდეებზე, ბიზნესზე და ასე შემდეგ. და ერთი ასეთი შეხვედრის დროს მათი ყურადღება მიიქცია ძალიან საინტერესო სტატისტიკა, რომლის მიხედვით 2020-21 წლის მდგომარეობით საქართველოში კომერციულ ბანკებში ჯამში ფიზიკური პირების ვადიან ანაბრებზე იყო 11.5 მილიარდ ლარზე მეტი დანაზოგი. აქედან 65% იყო უცხოურ ვალუტაში, ძირითადად დოლარში და 35% იყო ლარში. კი ბატონო. დოლარში რო გადავიყვანოთ მაშინდელი კურსით ეს იყო სადღაც $4 მილიარდამდე. და ხა დამეთანხმებით გიორგი, მარიამ, რომ ხა ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის ხა ცოტა თან ნამდვილად არ არის. საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია. პლუს ამას მათი ყურადღება მიიპყრო საპროცენტო განაკვეთებმა. თქვენ და საქმიან საზოგადოებას ემახსოვრება მაშინ 2020 წელს პანდემიის დროს გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა ძალიან დაბალ დონეზე დაიყვანეს განაკვეთები, ზუსტად იმიტომ რომ შეემცირებინათ შოკი, პანდემიური შოკი. და ამ ფონზე განაკვეთები იყო ძალიან დაბალი. თქვენს გემახსოვრებათ, მეც მახსოვს, დოლარში 0.5%, ევროში საერთოდ 0 იყო. ანუ არაფერს არ იხდიდა. ანუ დეპოზიტზე თანხის განთავსება აღარ იყო ხო, მიმზიდველი. კი და თან იცი რის ინფლაცია ჭამდა უკვე ამ თანხას მარტივად. თან აი ინფლაცია შენ სწორი ახსენი, მაგ პერიოდში თუ გახსოვთ რეკორდულ მაჩვენებლებზე ავიდა ინფლაცია. ამერიკა და ინფლაცია რო წესით დარეგულირებული ქონდათ 10%-მდე ავიდა იქაც ინფლაცია. და მით უმეტეს ეს დაბალი განაკვეთი კიდევ უფრო მტკივნეული იყო აქაური დამზოგველისთვის ამ ფონზე. ეს რო დაინახეს ამ 4 ადამიანმა, ამ ადამიანებსაც მოდით ჩამოვთვლი, ეს იყო გია მორჩილაძე, რომელიც ბიზნესმენი და ყოფილი ბანკირია, ნუგზარ კაჩუხაშვილი, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებული ეკონომისტია, არჩილ მელიქაძე, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ფინანსისტია და გიორგი გოგოჭური, რომელიც ბიზნესმენი და ყოფილი საფონდო ბირჟის ბროკერი არის. ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ბაზარში ჭირდებოდა ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ადამიანებს მიცემდა საშუალებას, რომ მეტი შემოსავალი მიიღოთ ამ თავიანთი დანაზოგებიდან. და ზუსტად აი ამის შედეგი და პროდუქტია Foresight და ბოლო 3 წელზე მეტია უკვე Foresight რეგულარულად ქმნის ახალ ფინანსურ პროდუქტებს, რითიც ეხმარება ადამიანებს დაძლიონ ინფლაცია და თავიანთი დანაზოგებით მიიღონ მეტი შემოსავალი და ის რიცხვი ზეგან 4 მილიარდი რო ვახსენე, დღეს უკვე 6.5 მილიარდია. 6.5 მილიარდი დოლარი. დეპოზიტების ოდენობა საკმაოდ კარგი ტემპით იზრდება და თან აქ რომ გავახსენოთ ერთი რამ, რომ უკვე დღეს 53% მთელი დეპოზიტების ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ადრე არ იყო. აქვე რატი მაქვს შემდეგი კითხვა, როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ რამდენიმე ინსტრუმენტი, რამდენიმე პროდუქტი, რასაც თავაზობთ თქვენს მომხმარებლებს და ინვესტორებს. ერთ-ერთი არის ლარის ფონდი და მეორე ეს არის გრძელვადიანი ფონდები, ხო? რა არის ეს პროდუქტები ძალიან მოკლედ რო ავხსნათ და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? კი ბატონო, სწორი დაყოფა ნამდვილად ესე რომ დავყოთ, რომ გვაქვს ჩვენ ჯამში 5 საინვესტიციო ფონდი. აქედან ერთი გამოვყოფდი ცალკე, ეს არის ლარის ფონდი, ზუსტად, რომელიც ფაქტიურად ინვესტიცია შეიძლება არც დავარქვათ ამას. ეს არის მიმდინარე თანხებით დამატებითი შემოსავლის მიღება. ეხლა ბანკი ყველა მის საქმიანმა საზოგადოებამ და იქ გსმენიათ ალბათ მოთხოვნამდე ანაბარი არის ასეთი პროდუქტი. ზუსტად ამის ალტერნატივაა ჩვენი ლარის ფონდი, ამიტომ განსხვავება ის არის, რომ უფრო მაღალ სარგებელს იღებს მომხმარებელი. მარტივად რო ვთქვათ, ყოველდღიური სარგებელი, თანხაზე მომენტალური წვდომა. ეს არის ლარის ფონდის, ასე ვთქვათ, თავარი სლოგანი.
სადაც შეეხება პირობებს, დღეს საახლობით 9%-მდეა სარგებელი 50,000 ლარამდე და 10.5%-ია 50,000 ლარის ზემოთ. ეხლა ვინც ერკვევა ბანკის შეთავაზებებში, მიხვდება, რომ ძალიან კარგი ოფერია ეს. ისეთ თანხაზე, რომელზეც ხელის უმიგიწვდება, აქ არ არის საუბარი ჩაკეტვაზე ფულის. რატომ პრეზენტაცია რო გააკეთა შესავალი? პირველი კითხვის შემდეგ გამახსენდა, რომ მიუხედავად, არ ვიცი, ალბათ ათეულობით ინტერვიუსი თუ დისკუსიისა, რაც ამ სტუდიაში და ამ სტუდიის მიღმა გამართულა პირადად რატისთან და ფორსაიტის გუნდთან, მე მგონი არასდროს დამისვამს კითხვა ფორსაიტის ანალოგთან დაკავშირებით მსოფლიოში. ხო. ანუ აი ჩვენ ვლაპარაკობთ საინვესტიციო ფონდების მოწყობაზე, სისტემებზე, ამდაგვარი, მაგრამ ფორსაიტის ანალოგს რომელ ქვეყნის და როგორი ტიპის კომპანიასთან ავლებთ? კი ბატონო, ძალიან კაი კითხვა და მე ხშირად ვიყენებ ხოლმე როცა ადამიანი კარგად არის ნობს ჩვენ ბიზნესს რომ ეკითხება რას აკეთებთ, აი ანალოგს ვიყენებ რა და ეთყობა მაშინ შენ როცა პირველად ფორსაიტზე გაიგე, მაშინ ჯერ მეც არ მქონა ნაფიქრი ამ ანალოგებზე და ამიტომ არ მოხდა ამის კომუნიკაცია. ხო, რა შეიძლება ყოფილიყო. ეხლა საქმიანმა საზოგადოებამ და არა ყველა მიცის ისეთი კომპანიები როგორიც არის BlackRock-ი მაგალითად. Vanguard-ი, Fidelity, State Street, ევროპაში Amundi-ი ყველაზე დიდი ასეთი კომპანია. ამ კომპანიებს ვქვიათ აქტივების მმართველი კომპანიები. Foresight-იც არის ზუსტად ასეთი კომპანია. აქტივების მმართველები რა შვებიან? არიან ფინანსური შუამავლები. ერთ ხარეს დგანან ინვესტორები, ვინც გვაძლევენ თანხას, გვანდობენ თავიანთ ფულს, რომ ჩვენ პროფესიონალურად მართოთ. და მეორე მხარეს ყავს ბიზნესები, სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდები, აქტივები, სადაც ვაბანდებთ ამ ფულს. ანუ რეალურად ვართ ფინანსური შუამავლები. ეს არის ჩვენი საქმიანობა. ეხლა რაც შეეხება აი მაგალითებზე გიორგი და ანალოგებზე რომ კითხე, ანუ აქტივების მმართველები ზოგადად ძალიან დიდ როლს თამაშობენ ქვეყანაში დანაზოგის მართვაში. მოდი აი ყველაზე საუკეთესო მაგალითი ავიღოთ ამერიკა ვთქვათ. და მე ცოტა მიწაზეც დავეშვოთ იმასაც ვიტყვი. ამერიკაში რაც შეეხება ეხლა მთელი დანაზოგის წარმოგიდგენთ მთელი ქვეყნის დანაზოგის 60% განთავსებულია ზუსტად ესეთი აქტივების მმართველი კომპანიების ანგარიშებში. სამართავად. წარმოვიდგინეთ საბანკო დეპოზიტებზე გაცილებით უფრო მეტი თანხა აქვთ მინდობილი ადამიანებს ესეთი აქტივების. რატო? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი, იმიტომ რომ აქტივების მმართველები გაცილებით უფრო მრავალფეროვან და შესაბამისად უფრო მაღალ შემოსავლიან პროდუქტებს ქმნიან დამზოგველებისთვის. ამიტომ უფრო ხელსაყრელია დანაზოგის დივერსიფიცირებულად განთავსება აქტივების მმართველებთან. აი ბოდიში აქ გაგაწყვეტინებს სანამ სხვა ქვეყნებს გადახვალ, იმიტომ რომ აქ ერთი მნიშვნელოვანი ჩანერთი მინდა რომ გავაკეთოთ უშუალოდ რეგიონთან მიმართებაში. ხშირად გვაინტერესებს ხოლმე სადგას საქართველოს პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, ხო? აქ ძალიან კარგი პოზიცია გვიჭირავს დეპოზიტების და დანაზოგების ნაწილში თუ შევედარებით კავკასიის რეგიონს, ანუ საქართველოს არის პრინციპში ერთ-ერთი წამყვანი ჩვენი ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე რეგიონში. შეგვიძლია ვთქვათ, თუ ჩვენი დეპოზიტის მოცულობა არის 20.7 მილიარდი დოლარი, სომხეთის შესადარისად არის 16.3 უხეში შეფასებით, შესაბამისად საკმაოდ კარგი პოზიცია გვაქვს, მაგრამ თუ შევხედავთ, თქვათ, იგივე ევროპულ ქვეყნებს და განვითარების კუთხით ჩვენზე ოდნავ წინ მყოფ ქვეყნებს, იქ ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს. აი მაგალითად, თუნდაც იგივე ბულგარეთს თუ შევედრებით, იქ 73 მილიარდი დოლარი არის დეპოზიტი, რაც არის შემდგომ მოდის რუმინეთი 129 მილიარდით და უკვე პოლონეთი არის 476 მილიარდი დოლარი, ხო? როგორი არის შესადარისზე და ანალოგზე, როდესაც საუბრობთ და ალბათ რომელიღაც აი ამ ქვეყნების მაგალითსაც მოიყვანდი დარწმუნებული ვარ, ხომ, შეფასებაში საქართველოსთან ყველაზე ახლოს თქვენი პროდუქტებისა და თქვენი ანალოგების კუთხით რა ქვეყანა შეიძლება იდგეს? კი ბატონო, მანდ თუ შეიძლება რეზუმირებისას, იმიტომ რომ მე დრო აღარ დავრჩება ნამდვილად, რომ დავამატოთ ამ ტიპის საქმიანობას, ამ ეკონომიკის განვითარებისთვის კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს ამ ტიპის ინსტიტუციებს. კი ბატონო, ძალიან დაიკითხვა, მაგასაც უპასუხებ. რაც შეეხება ანალოგზე ვიტყვი პირველ რიგში. ცოტა ისეთი ანალოგზე ვისაუბროთ, მოდი, რომელიც თან შესადარისია, მაგრამ თან ცოტა ოპტიმიზმის საშუალებასაც მოგცემს და მოდი ვისაუბროთ პოლონეთზე. იმიტომ რომ მაინც ხა პოლონეთმა 90-იანებში დაიწყო რეალურად თავისუფალი ბაზრის განვითარება და კი ხა პოლონეთს ცოტა სხვა რეალობაა გეოპოლიტიკურად, თუმცა მაინც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა და ახლო ისტორია მაინც მეტნაკლებად მსგავსი იყო. პოლონეთმა რეალურად ბოლო 20-25 წლის განმავლობაში განახორციელა აი ესეთი ალტერნატიული ინსტრუმენტების განვითარება. და დღევანდელ შედეგზე რო ვისაუბროთ, პოლონეთის დანაზოგების დაახლოებით 10%, რაც არის დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე, არის განთავსებული არასაბანკო ესეთ ალტერნატიულ აქტივების მმართველებთან. ეს 10%-იანი მაჩვენებელი
ევროკავშირის მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ამერიკულ მაჩვენებელზე წეგან 60% ვახსენე გაცილებით დაბალია, თუმცა ტენდენცია მზარდია, ეს არის პოზიტიური და დროთა განმავლობაში ეს კიდევ უფრო გაიზრდება და ეს გაზდის დივერსიფიკაციის ხარისხს, რა თქმა უნდა, როგორც დანაზოგების განთავსების კუთხით, ისე კომპანიებისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყარო იქნება. საქართველოს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ახლა საქართველოში ეს 10% პოლონეთში რაც არის 0.3%. ანუ მთელი დანაზოგების დაახლოებით 0.3%-ია განთავსებული, რაც მიზერია, ძალიან დაბალია, მაგრამ მინდა აქ ახლა ოპტიმიზმის შემოვიტანო, რომ Foresight-ის და ჩვენაირი კომპანიების მუშაობით და რა თქმა უნდა ხალხის გადაწყვეტილებით ეს მაჩვენებელი შემდეგი წლების განმავლობაში დარწმუნებული ვარ გაიზრდება. კი. და ეს ძალიან ჭირდება ჩვენ ქვეყანას. და ეკოსისტემაც რომ შეგვიჯამო გასარგებელი. კი ბატონო, აი გადავალ ხა მაგ კითხვაზე. გიორგი მარიამ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ქვეყნის გამდიდრება ამის გზა პირდაპირ გადის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. კაპიტალის ბაზარი რა არის? ზუსტად არის ერთობლიობა იმ სუბიექტებისა, იმ არასაბანკო დაწესებულებებისა, ვინც ფინანსურ შრომავლობას ეწევიან და ხელს უწყობენ აი ამ დანაზოგების ეფექტურ დაბანდებას რეალურ ეკონომიკაში. და აი პროსხანაირად რო ვთქვათ, აი მხოლოდ საბანკო ინსტიტუტებზე აწყობილი ფინანსური სისტემა უკვე აღარ არის საკმარისი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებს ფეხი აუწყოს. ამიტომ ჩვენაირი Foresight-ის ნაირი კომპანიების განვითარება არის აბსოლუტურად აი უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ახალ დონეზე გადავიდეს განვითარების და ერთი რამე მინდა კიდე ერთ რამეს ხაზი გაუს, სულ ამბობ ხოლმე ამას, რომ აი ჩვენ ხო FDI ძალიან გვიყვარს, ხო? სულ გვიხარია, როცა კაი სტატისტიკა აქვს, წვინის როცა ცუდი სტატისტიკა. რა თქმა უნდა ძალიან კაია FDI, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა FDI-ის მოზიდვის სტრატეგიას მე უყურებ ესე, რომ პირველ რიგში ჩვენ რომ მივხედოთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარს, ავამუშაოთ ის მექანიზმები, რაც შეიქმნა საკანონმდებლო დონეზე, წარმატების ისტორიები შევქმნათ, პრეცედენტები შევქმნათ, ვაჩვენოთ უცხოელ ინვესტორებს, რომ აქაური ფინანსური სისტემა გამართულად მუშაობს და მერწმუნეთ, რომ სიხარულით მოვა მერე FDI აქ და სიხარულით დააბანდებენ ჩვენ ეკონომიკაში ფულს. ამიტომ Foresight-ი და ჩვენაირი კომპანიები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. წარმატებები Foresight. დიდი მადლობა რატი. დიდი მადლობა თქვენ. გონი ეს ინდუსტრია ამით კარგად ამოწურული გვაქვს, გიორგი, რა სიტყვები. შვენივრად და რამის გეგმა უკვე გაქვს იდეები რა იქნება შემდეგი. შემდეგი უკვე იქნება ვაჩვენოთ ქართულ ბიზნესს, რას შესაძლებლობები მოაქვს ცენტრალურ აზიას საქართველოსთვის ან შეიძლება მოიტანოს. ამიტომ ეს ძალიან აქტუალური თემატიკა არის და რამდენიმე გადაცემას დავუთმობთ უკვე ცენტრალური აზიის პერსპექტივების შესწავლას. არჩეულებრივი ამბები გველის უახლოეს მომავალში რუბრიკაში და გადაცემაში ბიზნესის 360 გრადუსით, მით უმეტეს, როცა ესეთი არჩეულებრივი თანაწამყვანი ყავს კომპანიასავის მართველი პარტნიორის მარიამ ქოიავას სახით მინდა მადლობა გადაუხადო მობრძანებისთვის Foresight Investment Group-ის მთავარ საინვესტიციო ოფიცერს რატი მორჩილაძე, ჩვენთან ერთად იყო ის ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეც არის.